მოგესალმებით საღამოშვიდობის შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა გადატვირთვა საერთოდ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესი რაც მე ვფიქრობ უნდა ქონდეს არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებს არამედ ყველა მხარეს საერთოდ ეგრეთ წოდებულ ოცნების რეჟიმსაც და ჩვენს დემოკრატიულ ძალებსაც იმიტომ რომ გადატვირთვა არის ისეთი რამ პერსპექტივაში რაც ყველასათვის ჩვენი ქვეყნისთვის ამ სახელმწიფოსთვის მოიტანს ძალიან ბევრ სიკეთეს ხო ჩვენ მქონდა ამერიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეს პარტნიორობა დავკარგეთ ქოცების გამო, ხო? იმიტომ რომ ქოცებმა რაღაცები ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს არასწორად, იმიტომ რომ ადამიანები ცემეს ქუჩაში, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუცია შეცვალეს ხო რეალურად ხო მისი პრაქტიკული მხარე, რეალური აღსრულება შეცვალეს. იმიტომ რომ უღალდეს ამ ერს, ამიტომ ნახეთ გადატვირთვა როგორც ასეთი არ არის პრობლემური, მთავარია გადატვირთვა თუ კი საერთოდ მოხდება იყოს სწორ პოლიტიკურ ფასად. და ეგ მივდივართ მე ვფიქრობ მთავარ ამბამდე რაც არის ის რომ ქოცებს სურთ რომ გადატვირთვა მოხდეს ქოცურ ფასად, ანუ არაფრის გაკეთების ფასად, რა თქმა უნდა, მათი აპრიორი საწყისი წერტილი ეს არის, რომ შეეცადონ რომ არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამაში იგულისხმება ის, რომ შემეგოეთ ისეთ როგორც ვარ, ხო? ზუსტად, მიმიღეთ ისეთ როგორც ვარ. კი, აი ერთხელ მითხრა ერთმა გერმანულმა პარლამენტარმა მაშინ 2 წლის წინ, რომ ქოცებს შეება ევროკავშირში ინტეგრაციას უნდა და როგორც ქოცურ ფასად, ქოცურად ინტეგრაცია. ანუ მათ აქვთ ესეთი, რა თქმა უნდა, რაღაცა როგორ თქვა, ეგოისტური სურვილი, რომ სოფლიომ ისეთი მიიღოს, როგორც არიან. ანუ ანტიდემოკრატი, კორუმპირებული, სრულიად არადეკვატური პოლიტიკური თვალსაზრისით, სრულიად აცდენილი საკუთარ ერს და საკუთარ საზოგადოებას და დანაშაულებრივი, ხო? ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რასაც კიდევ ერთხელ უნდა დაერქვას სახელი ძალიან მკაფიოდ. ამიტომაც მთავარი აქ არის ის, რომ ქოცურ ფასად არ უნდა მოხდეს არანაირი ნორმალიზება და ეს არც მოხდება. რას ნიშნავს არა ქოცურ ფასად ნორმალიზება? ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმმა უნდა გადადგას ძალიან კონკრეტული, ძალიან მყარი ნაბიჯები. როგორც პოლიტიკურ დემოკრატიული კუთხით, ასევე შუადერების კუთხით. ეს არის პოლიტიკურების გათავისუფლება, ეს არის პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა და რაც საკვირველია, ეს არის აი ამ საერთო პოლიტიკური გეზის, რიტორიკის და პრაქტიკის შეცვლა, რამაც საქართველოს მიიყვანა იმ ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო მომენტამდე, რომელშიც დღეს ვართ. აი რაზეც თქვენ გვესაუბრებით ახლა, ეს ასე არ აქვს თავისი პერსპექტივიდან პროპაგანდისტული ხაზით მიწოდებული საკუთარ აუდიტორიასთან ქართულ ოცნებას. გადატვირთვაში ისინი აპრიორი გულისხმობენ იმას, რომ იღებენ მათ ისეთებს, როგორიც არიან. და ეს შეფუთულია რაღაც სუვერენიტეტის თუ რაღაცა ტიპის სხვადასხვა ნარატივით, ხო? როგორ ფიქრობთ იმ ფონზე, როდესაც არის ახლა ასეთი აღქმა და არა შემთხვევით გაჩენილი, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის აი ის ღირებულებითი ნაწილი, რაც ჩვენ ახლა გვაღელვებს, რაზეც თქვენს საუბრობდით, იქნება ეს პოლიტპატიმრების საკითხი, არჩევნების ჩატარების საკითხი, იქნება ეს ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს საქართველოს საზოგადოებას, კანონები, რომელიც აღრჩობს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანების დგომას თუნდაც ტროტუარზე და ზოგადად აი ამ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობას ქვეყანაში ყველას უმრავლესობას ამ ქვეყნის მოქალაქეების სურს, რომ რაღაცნაირად მართლაც გადატვირთვის წერტილი დაუდგეს ერთ მშვენიერ დღეს. როგორ ფიქრობთ ეს კონტექსტი რამდენად შეიძლება იყოს რაღაცა რეალისტური ელემენტების შემცველი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რაღაცის ფასად შეიძლება შეგოს, ვიდრე სწორედ ეს ადმინისტრაცია ხელისუფლებაში ასეთი ვანიშულს, რის ფასად შეიძლება ეს მოხდეს? ხო, ეს ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ ტრამპი არის ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკის მოყვარული, რაც ნიშნავს რას, ხო? რაღაც უნდა მიიღოს, რაც მის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესშია, იმისთვის რომ რაღაც მოქცეს, ხო? ანუ ტრანზაქციასაც ქვია, ხო? ტრანზაქციულად უყურებს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს. ამის საპირწონე, ხედავ, არის ღირებულებითი საგარეო პოლიტიკა, ხო? თქვათ, რომელიღაც იდეალის დაცვა, ხო, დემოკრატიის დაცვა, ადამიანის უფლებების და სხვა. მაგრამ გერმანიის ელჩმა რაც თქვა მაგალითად რამდენიმე დღის წინ. კი, თუნდაც. ჩვენ არ ვცვლით ღირებულებებს. კი, გერმანიის საგარეო პოლიტიკა არის მყარად ღირებულებითი, ღირებულებაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. არის განსხვავებული სიტუაცია ამ მომენტისთვის. ამ მომენტში ასეა. 20 წლის შემდეგაც ასე იქნება, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ახლა ვართ ასე. კი, ამ მომენტში ამ პრეზიდენტს და ამ ადმინისტრაციას გააშინია ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ და რატო გამართ ხო რა განსხვავება მათ შორის, ხო?
ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გააჩნია ტრამპს, არ გულისხმობს იმას, რომ მას ღირებულებები არ ადარდებს. და ეს მე შემიძლია გითხრათ, მათ შორის დღევანდელი საუბრიდან, მე რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვაციტირებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამან ძალიან ნათლად გაიჟღერა დღესაც, რომ ის ტრანზაქციონალიზმი, რომელიც აქვს დღეს პრეზიდენტ ტრამპს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის საკითხები, პოლიტიკური პლურალიზმის საკითხები, ანუ მარტივად თუ ვიტყვით ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობები, რომ ასეთი რაღაცები ამერიკაში ან არ ადარდებთ, ან არ იქნება განხილვის საკითხი საქართველოსთან ურთიერთობის გამორკვევისას. Შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხები დგას ასევე დღის წესრიგში, შეიძლება იყოს ოდნავ ნაკლებად პრიორიტეტული ხასუსამ ოდნავ, ვიდრე ვთქვათ, არის ხოლმე სხვა პრეზიდენტების დროს, მაგრამ ეს საკითხები დგას. ეს საკითხები არის ნამდვილად მაგიდაზე, რასაც ქვია და აი ქოცური ფასი ვერ იქნება ამის ხარჯზე. აი ამის ხარჯზე ხომ არ მოხდება ეს თეთრი ფურცლის გადაშლა. ანუ ივანიშვილს ხომ არ შეუძლია, ხომ არ არის თუნდაც მინიმალური რესურსი იმისი დარჩენილი, რომ მან საკუთარი სარგებელი მიიღოს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს ამით. ნუ მაგალითისთვის მოიხსნა სანქციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ყველაზე მეტად მას ადარდებს, იმიტომ რომ მისი ფულის თემაც არის. კი, და ივანიშვილს ადარდებს მხოლოდ ეს ცხადია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის რისკს და ვერ ვხედავ ამის რისკს იმ მარტივი მიზეზით, თუნდაც რომ ტრანზაქციონალიზმი თვითონ არის ჩამკეტიც. რამდენადაც შეიძლება რაღაც კუთხით ჩვენ არ მოგწონდეს, მithonდეს მცირე სახელმწიფოს არასდროს ტრანზაქციული პოლიტიკა დიდად არ აწყობს ხოლმე, ხო? იმიტომ რომ ტრანზაქციაში ჩვენ ნაკლები უნარი გაქვს ივაჭრო, ვიდრე აქვს სხვა სახელმწიფოს, ხო? თუნდაც საშუალო ზომის სახელმწიფოს. ამიტომ მცირე სახელმწიფოები თუ არიან ადეკვატურ გონზე, ქართული წესის რეჟიმზე არ მაქვს საუბარი, ხო? აი ადეკვატური ხელისუფლება გვყავდეს, რეალურად ის ყოველთვის ცდილობს ისეთი ტიპის სხვა სახელმწიფოებს მიეტმასნოს, ეს ტერმინია, ხო? bandwagoning, ხო? რაღაცა როგორ დაუამხანაგდეს, ხო? დაუძბობლდეს. რომელთაც გააჩნიათ ღირებულებაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ ისევ და ისევ პატარა სახელმწიფოს ნაკლები სავაჭრო ბერკეტი გააჩნია, ხო? ყველა იმ ლოგიკური მიზეზით, რაც ალბათ ცხადია, ხო? ნაკლები ეკონომიკური ძალა, ნაკლები ბუნებრივი რესურსები და სხვა. მაგრამ, როდესაც ტრანზაქციონალურ პოლიტიკას უყურებ, რასაც ახლა უყურებთ ამერიკაში, ხო? მას აქვს ასევე მკაფიო ჩამკეტები. შენ თუ მას ვერაფერი ვერ შესთავაზე, ისიც არაფერს არ გთავაზობს. ანუ პირიქითა პრინციპიც მუშაობს. და თუ ივანიშვილის რეჟიმი შესაბამისად არაფერს არ შესთავაზებს ტრამპს, ამ შემთხვევაში არაფერს არ მიიღებს ტრამპის. შესაძლებელი რა არის? მოდით აი გამოვრიცხოთ ეს საკითხები, რაც კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩვენ გვაღელვებს ქვეყნის შიგნით ყველაზე მეტად, ხომ, საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ დრომდე ქუჩაშია და ხვალაც აპირებს, რომ იყოს უფრო მეტი რაოდენობის ვიდრე სხვა დღეებში. რა აქვს შესათავაზებელი პირადად? ნუ ანაკლია. ჩანს და იქ რაღაც მოძრაობების დაწყება არის ხოლმე ხანდახან ნიშნები, რომ იქნებ რაღაც ის ხომ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის მხრიდან აღკვეთილია ეს საკითხი. რამდენად შეიძლება ახლა ივანიშვილმა გამოიჩინოს ასეთი სითამამე, რომ ანაკლია აიღოს და დაუშვას ის, რაც მან თავის დროზე თქვენი პარტიის ლიდერს უთხრას შავ ზღვაში ამერიკული გემები. ხო, აი ძალიან მე თქვენებათ მაქედან დავიწყებ და რატომ? ძალიან საინტერესო რამდენიმე წლის წინ მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილმა უთხრა ეს აწუხა ძალიან ცნობილი ფრაზა, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური უგუნურებით, მათ შორის პირველ რიგში და მათ შორის იმიტომ რომ მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან ბევრ ფუნდამენტურ საკითხში თუ საერთოდ რომელიმეში არ გააჩნია, იმიტომ ის ემსახურება რუსეთს და ის შესაბამისად ატარებს იმ გეოპოლიტიკურ ინტერესს, რომელიც აქვს რუსეთს და იმ პოლიტიკურ ნებას, რაც გააჩნია რუსეთს, აი ამ ყველაფრის კომბინაციის შედეგად ივანიშვილმა რეალურად საკუთარი თავი მიიმწვდია ისეთი ტიპის კუთხეში, როდესაც მას დასჭირდა საკუთარი კითხვის საპირისპიროდ ამერიკელების მიმართაც რაღაც უვერტურების გაკეთება, რაღაცა რევერანსების გაკეთება და ანაკლიაში გააქტიურება ამის ნიშნები ჩვენ დავინახეთ არა? დავინახეთ რომ გაგზავნა ჩიქოვანი და ეს არის მე მივიშო, ეს არის ბლეფი. ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია ის ახლა რას ფიქრობს რომ აი ამ რაღაც მოდელში როგორც შარლ მიშელის თემა იყო თუ ნუ ეს უფრო გაცილებით მასშტაბური საკითხია ხომ ტრამპი სხვა მასშტაბებით უყურებს ყველა თავის სარგებელს
დაპირდება და გადააგდებს ამას ფიქრობს, იმიტომ რომ კარგი დღეელის მაგას როცა გააკეთებს. ივანიშვილს არ ესმის ტრამპის ფენომენი. ივანიშვილს აი შათრიშვილი ვიღაც ტაკი მასხარები რო ყავს. კარი შეიძლება სხვა რაღაცებს უყურებია ხოლმე, მაგრამ ტრამპი არის ძალიან სერიოზული მოთამაშე. არა მხოლოდ იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ის პრეზიდენტობის პირველ ვადამდეც და პირველი ვადის დროსაც იყო ძალიან ავტონომიური, ძალიან საკუთარი ნების მატარებელი, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი. ახლა ივანიშვილი თუ თulis რომ ტრამპს გააცურებს, როგორც უყავს პატარა ტრიოკი გავაკეთე, ხო? ნუ აი მისი აჯობებს, ხო? ცადოს და ნახავთ. როგორც დამთავრდა, მაგრამ აი ეს არის პრიორიტეტები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. კი, ივანიშვილს უბრალოდ დრო გაყავს. მე ძალიან მარტივად გონი ამ კუთხით საქმე. ერთი მხრივ დაიწყო რაღაცა ფაფხური, ხანი მინისტრებს აგზავნის, აი წარმოგიდგენიათ 6 წლის წინ გემი რო უნდა შესულიყო პორტში. ერთი კვირის წინ იყო სიახლე, რომ ეს რეჟიმი იწყებს მშენებლობას. თქო მე რამდენჯერ იწყებს იმის მშენებლობას, რაც უკვე 6 წლის წინ აშენებული უნდა ყოფილიყო და ჩართული უნდა ყოფილიყო და პირველი გემები უნდა მიეღო. და ეხლა ეს ამერიკელებს ვინმე ფიქრობს არ ესმით, ისევე კარგად როგორც მე მესმის და თქვენ გესმით, რა თქმა უნდა ესმით და იციან. ზეპირად ზედმიწევრით კარგად იციან, ზუსტად ვისა мотивация გააჩნია. ამიტომ ამერიკელები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამ ნაწილს ივანიშვილისა. ისინი ხედავენ რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი და მე ვფიქრობ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ივანიშვილი ცდილობს დრო იღიდოს და აი ახლაც მას მე რაც ბატონი ანდრეული პირველად მიიღეს და ანაკლიაში ბრძანდებოდა და გვახსოვს ორი მინისტრი გაგზავნეს სახელდახელოდ, რომ იქ პირადად შეემოწმებინათ რა შენდებოდა, მაგრამ არაფერი შენდებოდა, ვერაფერი შეემოწმეს, იმიტომ რომ ქვაქვაზე არ დაუდიათ ანაკლიაში. მე აი ახლ ამ ვიზიტის წინ გვახსოვს თქვენს რომ ჩინელი ინვესტორი უნდა შემოვიდეს, ეს ჩინელი ინვესტორი ხო საერთოდ ენიგმად არის ქცეული, არსებობს თუ ვერ გაიგო, თან მისცეს კორუმპირებულ სამი ქვეყნიდან გაგდებულ, სანქცირებულ კომუნისტური პარტიის მფლობელობაში მყოფ რაღაცა კორპორაციას, თან ისიც ვერ შემოღავთ თუ არ შემოღავთ. ამიტომ ამის ჯამი არის რომ ყიდულობენ დროს, მეტი არაფერი. წარმომადგენლებს მიაქვთ ალბათ უკან კავშირი ამის შესახებ და ასეთი ხშირით ჩამოსვლა მათი საქართველოს თუნდაც ერთ ემავე ადამიანის ნიშნავს მონიტორინგს პროცესს. ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს. როდესაც ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები და ხვდებიან ოპოზიციას, აი სხვადასხვა პარტიას, ალიანსებს, ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებს ამ დიდ საკითხებში არ აჩვენებთ, მაგრამ მაინც ხედავენ რომ ერთად არ ხართ. ერთი პოზიცია არ გაქვთ. ამაზე დაკვეთაც გარედანაც არა მხოლოდ შიგნით იყო რომ გამოჩნდეს ძალა, რომელიც იქნება ცვლილების შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღები. ამღები აი რაღაც შეკითხვა მიჩნდება, სულ გაერკვევნენ ვინ ხართ, ვინ რომელი პარტია ხართ. კი, მე ვფიქრობ ძალიან კარგად იციან. კი. და რა ურთიერთობები გაქვთ ერთმანეთში, რა განსხვავებები გაქვთ. მე დავიწყე, იმიტომ მე არ დამინახავს დაკვეთა იმისა, რომ ერთი პარტია იყოს, ან ერთი ალიანსი, ხო, არა ბოლო დავაზუსტო. ერთი პოზიციონირება. საიდანაც მოხდება რაღაცა ტიპის ენერგიის წამოსვლა. დიახ, თავარი არის რომ ერთი პოზიციონირება იყოს ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით, რომ ეს არის ბოროტება, ეს არის რუსული გზა, ეს არის გზა, რომელიც ყველაფერ ქართულს, წესიერს და ნორმალურს უარყოფს და ეს არის იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე საერთო პოზიციის ქონა, რაც ჩვენ ისეც გაგვაჩნია, ისე რომ არანაირი ალიანსების შექმნა არ არის საჭირო იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები გსურდეს, იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო გსურდეს. არ ვიცი, ალიანსის წევრი აგერ რამდენი სამი თვე ხო შეიქმნა, არ ყოფილვარ არასდროს, მაგრამ არც ჩემი საგარეპოლიტიკური რიტორიკა არ შეცვლა, ხო? მე ვითხოვ იმას, რაც მე და ჩემს გუნდს გონია ყველაზე კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის. რა ტიპის როგორ თქვათ ასეთი რაღაც სურვილი აქვს კარგი კითხვა შტატების ადმინისტრაციას, იმიტომ რომ საერთოდ კითხვა განგიხილავენ თქვენ იმ შესაძლო მხარეთ, რომელიც შესაძლო მათთან დაჯდეს ერთჩვენიერ დღეს უკვე ოფიციალური სივრცე საქართველოს წარმომადგენლობის, ანუ როგორც ხელისუფლება. ხო, მე რა თქმა უნდა ამერიკელების საუბარს ვერ დავუწყებ ციტირებას, ეს არ არის ჩემი საქმე, თავად იტყვიან როგორც და რაც მიაჩნიათ სწორად, იმიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბუნებრივია მე ამერიკის სპიკერი არა ვარ და ვერ გავხდები, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა. სურვილი აქვთ, რომ ვიბრძოლოთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით და არ გავუშვათ ხელიდან ის შანსები, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის არჩევნებს
მოაქვს ხოლმე. ამიტომ ისინი სულთან ხედაში არიან იმ ფილოსოფიასთან, რაც აქვს ლელოს. არჩევნებზე ახლა ჩვენ წინა წელსაც ვაჩვენეთ, როდესაც სამწუხაროდ ვერ შედგა კონსენსუსი და მე ამ თემაზე აღარ დავიწყებ ხანგრძლივ საუბარს. ეს გასულია, მაგრამ ნახეთ, ამერიკელებისთვის არ აღმოჩნდა გასული. იმიტომ რომ აი დღეს თვითონ სხვადასხვა კოლეგების დამეთანხმებიან საკუთარი ნებით, საკუთარი ინტერესით პირდაპირ თქვენს, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა იქნას გამოყენებული და ათვისებული და რომ ბოიკოტში ვერ ხედავენ პოლიტიკურ აზრს. ჩვენ არ გვითქვამს ევროპის საბჭოს ბოლო მონიტორინგის შედეგებში წერია, რომ საქართველოში აღარ არის სივრცე. ეგ ხო ყველა მიცის. არჩევნებისთვის. ეგ ხო ყველა მიცის. ამაზე შედით არჩევნებში, რომელიც წაგებულია წინასწარ. იცით, იმიტომ რომ ის არ იქნება სამართლიანად. არ გაუშვათ ბრძოლის შანსები. ეს არის ამერიკის ამ ადმინისტრაციის სულისკვეთება და შემიძლია გითხრათ, რომ პირდაპირ ითქვა დღეს, პირდაპირ სიტყვით ითქვა, რომ სამწუხაროდ ბოიკოტის ის პოლიტიკა, რაც ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში ამ სახელმწიფოში, არ არის აღქმული როგორც ეფექტური და რომ ეს ადმინისტრაცია არ უყურებს ამ პოლიტიკას როგორც ეფექტიან პოლიტიკას, რომელიც რაიმე ტიპის შედეგს მოიტანს და არ არის განწყობილი, პირდაპირ გეტყვით, არის დათრგუნული, დამწუხრებული იმ ტიპის პოლიტიკით, რომელიც ვინმეს აძლევს საშუალებას, რომ უბრძოლველად გადასცე რამე, ხო? ეს პოლიტიკა არის გადასახედი. და თქვენ რომ იბრძოლეთ თვითმმართველობის არჩევნებში, იქ რა მოხდა? იქ მოხდა იქ ჩვენ რა მივიღეთ, მე ვიცი, ჩვენ ორჯერ მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე მივიღეთ იმავე არჩევში 4 წლით ადრე, რასაც ეძრება. მაგრამ მოხდა ის, მე გეტყვი რაც მოხდა ის, რომ რა მივიღეთ გლობალურად უფრო დიდ სურათში ამაზე. მოხდა ის, რომ ის მივიღეთ, რომ ადამიანები დარჩენ სახლში ბრძოლის ნაცვლად და მივიღეთ ის, რომ 5 ქალაქი გავატანეთ ქართულ ოცნებას. ისევე როგორც ძალიან ბევრჯერ, მე არ მივიღეთ წარსულში ქეფა და ვაპირებ, მაგრამ აქედან უნდა ხო არგუმენტები, რომელიც უნგრეთმა გააცამტვერა. ელემენტარულად და აი ხა ვისმენთ ხოლმე რომ უნგრეთის თქვენ გაგეცამტვერებინათ. ხო, უნდა გამოსულიყვნენ სახლიდან. გაგეცამტვერებინათ. მარტო ლელოს უნდა გაეცამტვერებინა. შედიოდით არჩევნებში მაგალითად და გახარიათ ხო, შემოსულიყვნენ და ნაცვლად ის რომ ეს ძველი საკითხია, თუმცა საკითხი, აი დღეს მითხეს ამერიკელებმა რომ ეს არის პრობლემა მათ შორის მათთვის. ბოიკოტი არის პრობლემა. არ მოახდენდით მათ ციტირებას, მაგრამ მაინც მოახდინეთ მათ ციტირება. პერიფრაზი არის სულისკვეთებისაც გააჩიათ ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ევროპელებსაც. ანუ შედით არჩევნებში გეუბნებით. არა, ნახეთ, შედით არჩევნებში, ამას ჯერტი აქედან დავიწყო ამერიკამ რომ მითხრა კი არის შობს რაღაც ორთოდოქსია ან ევროპელმა. რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის პირდაპირ ვიტყვი, ხო, მიუხედავად რომ მე მაქვს ძალიან ინტენსიური შეხება ორივესთან, მაგრამ რაღაცას რომ მეტყვის ევროპელი ან ამერიკელი, ჩემთვის არ არის ორთოდოქსია. ჩემთვის რაღაც ჭეშმარიტება არის ის, რაც აქ დგინდება, ხო, ადგილზე ერთობლივად სახალხო გზით. მაგრამ სახალხო გზით სწორედ არ აქვს ამ პოზიციას, რაზეც თქვენ ამბობთ, მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, აქვს, უბრალოდ თუ ოპოზიციური ძალები დახარჯავენ მთელ თავის დროს, როგორც დახარჯეს 2025 წელს და ახლა თქვენ რომ მეუბნებით, რომ ლელომ რა გააკეთაო, რა ვიცი, ლელო იყო 1 და იქით რო არის 8, 9, 10 და 20 პარტია, მოდი ვიკითხოთ 20 რა გააკეთა, 1 რა გააკეთა, მე გეტყვით. გავიდა და საკუთარი ხმების აიღო და მეტიც აიღო, ვიდრე არჩევნებზე ქონდა აღებული წინა არჩევნებზე, მეტიც აიღო. და ეხლა ვიკითხოთ 9 რა გააკეთა. იგივე აღარ მე ნიშნის მოგებით გევლაპარაკობ. იგივე აღარ მინდა დაგვემართოს. და ეხლა როცა საგარეო პარტნიორებისგან ვისმენ იგივეს, რომ ეს პოლიტიკა გადასახედია ხო, რეალურ ჩანს, ხო? მეც უნდა ვთქვა, ძალიან ღიათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მადიარმა რაც გააკეთა, იყოს სწორედ ეგ. კი არ დაიწყო რომ სისტემა გააღალბებულია და დედა რა უქნა და აი მე დაველოდები მომენტს ორბანი როცა დასუსტება. როგორ არისო? ასეთი მასშტაბები და აყალბება. ასეთი არ ქონია. არა, როგორ არ ქონია? იმისთვის მათ რა თქმა უნდა. კი, ბევრად უარეს სისტემა. ეს არ იყო ქართულზე ბევრად უარეს სისტემა პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს სისტემა, რომელიც არჩევნებს საერთოდ გამორიცხავდა პროცესში. არა, როგორ ხაჩი გამორიცხვა რა თქვენ არის გამორიცხული არჩევნების შედეგად? არ არის გამორიცხული, რატო არის გამორიცხული? თუ დამდგუნავი უმრავლესობა მივა და წალეკავს, არ არის გამორიცხული. ამას ვამბობდი 25-ში ამ სტუდიაშიც მithქვავს, რომ თუ მივა. მაშინ მოვაბრუნოთ მადიარი, რომელიც ჯერჯერობით მადიარი კი არ ჭირდება, სახლიდან გამოსვლა ჭირდება და ბოიკოტირების ნაცვლად ბრძოლა ჭირდება. მადიარს პროცესი ქმნის. მადიარი შემოგვი არსებობს ჩვენს სიახშის, ან შემოყვალ არსებობდეს, ან შემო არ არსებობდეს. არ არის აუცილებელი ერთი კაცი ან ერთი ქალი იყოს, ხო? შევა ჩვენ შემთხვევაში სხვანაირი მადიარი დაჩნდეს. მაგრამ თავრეო ვიბრძოლოთ, იმიტომ სახლში არ მოხდება ეს მადიარი. არც მარტო პროტესტზე. ნახეთ, უნგრეთის სისტემა ძალიან მარტივ მაგალითად ავიღოთ იმისთვის, რომ მოეგო ოპოზიციას, უნდა იყო 55%. იმისთვის, რომ მოეგო ხელისუფლებას, ანუ ორბანს, უნდა იყო 42. აი ესეთი ასიმეტრიული სისტემა ქონდა, იმიტომ ფიდეშზე იყო მართლ პარტიაზე მორგებული. არ ვახსენებ მილიარდებს. ბიძინა მონაგონია იმ მილიარდებთან, რაც აქვს, რაც ქონდა ორბანს.
ტიტუშკების, ქუჩა-ქუჩა, ხალხის დევნის დაშინების და ასე შემდეგ ეს ამდენი კომპლექსური საკითხი ერთად არ იყო. ხო, მაგრამ ნაბიჯი ტიტუშკები არჩევის დღეს არ დამინახავს გამორჩეულად, ხო? მანამდე კი ბატონო. გაპატიმრების ასე მასობრივად და ასე შემდეგ. კი, ტიტუშკები საკუთარ სახთან დამესხდნენ მე თვითონ ერთი წლის წინ. ხო, ამ დროს, მაგრამ ახლა მაგის გამო კი არ მithქვავს, არ იქ არა, ახლა რომელიღაცა ტვინარეული ქოცი თავს დამესხა, ახლა შევწყვეტ ესეთ ბრძოლაში ვართ. თავსაც დაგვეცხვებიან სამწუხაროდ მე მინდა ან ვინმეს უნდა არა მაგრამ ეს არის მოცემულობა ეხლა ამ მოცემულობაში ან ვიბრძოლებთ ყველა ხერხით რაც არის ჩვენს ხელთ ან არ ვიბრძოლებთ მე ესე მარტივად ვუყურებ და ჩვენ ვაპირებთ და ვიბრძოლოთ ყველა ხერხით მაგრამ ჯერ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს და იმისთვის რომ ეს არჩევნები იყოს უკეთესი ვიდრე ყოფილა გასულ წლებში უბრალოდ არც ერთი არჩევნები ამასაც ვიტყვი ამ ქვეყანაში არასოდეს არც ერთი არ ყოფილა ან თქვენ ჩემზე უკეთ იცით დიდი გამოსება გაქვთ ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის დაკვირვების და გვერდით და მასში მონაწილეობის არც ერთი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ყოფილა არასოდეს ან თავისუფალი ან დამოუკიდებელი და ახლა თუ ყურები ჩამოვყარეთ და დაველოდეთ არც იქნება ივანიშვილის პერიოდი არც ერთ სხვა ეპოქას არც ესეთი უბედურება არ ქონია გეთანხმებით არ დარდება და ბოლოს ხვალ გახვალთ თუ არა აქციაზე 26 მაისს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ოპოზიციის ალიანსის აქციაში რომელიც აცხადებს რომ თქვენთვის ღია კარი. ხო, მე არ ვიცი ჩემთვის რატო არის კარი ღია, იმიტომ რომ თქვენთვის ვიგულისხმე არ ამხმოვანებელო. ხო, მე არ ვიცი გულწრფელად რატო არის კარი ღია ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა და წარმატებას უსურვებ, ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ეს იყო ამ პარტიების აქცია. მე ხა ბატონ თევზაძეს უსმენდი ჩემს წინ და ის ამბობდა რომ ეს ასე არ არისო, მაგრამ ეს ასე უამრავი განცხადება არსებობს, ის ამბობენ რომ საკუთარი პარტიული დღის წესრიგის გაცნობას აპირებენ საზოგადოებისთვის. ანუ რეალურად პარტიული ყრილობის ფორმა მისცეს ამ აქციას. და ამაში დასაძახი არაფერი არ არის აბსოლუტურად. გარდა იმისა, რომ მე პირადად ვისურვებდი, რომ ასეთი დღეები არ მოხდეს, არ იქნას პარტიულად რაღაცა გამოყენებული, მაგრამ ეს ცალკე თემა გადავყოთ, ხო? რატომ ვერ მოხერხდა მე არ ვარ ამ პარტიის წევრი. მხოლოდ და ყოფილიყო ალიანსის თქვენი და არ ვიცი, ეს მათ უნდა ვკითხოთ ამ შემთხვევაში, იმიტომ მე არ დამიწყე. არა, მე არ დამიწყე, მათ გამოაცხადეს 26 მაისს ანონსებენ დემონსტრაციას. ჩვენც გვინდა რომ მივიღოთ მონაწილეობა. არა, არ გვდომია ამაში საქმე. არ გვდომია, იმიტომ რომ ეს არის ამ პარტიების დღის წესრიგი, პარტიული ყრილობის ფორმატი და შინაარსი მიეცა მას პრაქტიკულად, იმიტომ რომ პარტიების ჯგუფი გეუბნება, რომ აი აქ შევიკრიბოთ და ჩემს ხედვებს არ გიდგენთ, ხო? მე არა ვარ ახლა მათი ნაწილი. და მე რატომ უნდა ვიყო იქ და ვინც იქნება? მოკლედ თქვენ ხვალ არ იქნებით, ასე ოფიციალურად შესაძლოა ვიღაც იყოს, მაგრამ თქვენ ხვალ არ იქნებით, როგორც პარტია და ხა ვიღაც არ იქნება, არ ვიცი, 26 მაისს ულოცავ წერს ყველას და რა თქმა უნდა, ჩვენც აღნიშნავთ დანარჩენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ რომელიღაც კონკრეტულ პარტიულ პოლიტიკურ აქციაზე ჩვენ არ ვიქნებით, იმიტომ არც ეს პარტია ვარ და არც პარტიათა ეს ჯგუფი.